მოგესალმებით მეგობრებო, არ ვიცი ლაივში ვარ თუ არა, პირველად ვარ დღეს ლაივში TikTok-ზე თქვენთან ერთად. მე მგონი ლაივში ვარ. უნდა დამიდასტუროთ რომ ლაივში ვარ. ანუ ესე იგი შემომიერთით ილონას ვხედავ. გამარჯობა ილონა. ეკასაც ვხედავ. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ეს საერთოდ არ არის ჩემი სახე, ავიღე უბრალოდ ფილტრი და დავადე. მე სულ სხვანაირად გამოვიყურები სინამდვილეში და დღეს მინდა ჩემს ემოციურ ფონზე გესაუბროთ. ამიტომ დღეს რატომღაც ყველაზე მეტად ეს ფილტრი შეეფერებოდა ჩემს ემოციურ ფონს. დღეს მძიმე დღე არის ჩემთვის და ალბათ უამრავლესობისთვისაც არ ვიცი რატომ თუ არა როგორ პოზიციაზეა, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ მინდოდა მეთქვა თქვენთვის რომ დღეს არის ჩემი პირველი გამოსვლა TikTok-ის ლაივში და ეს ჩემთვისაც რა თქმა უნდა ემოციური ფონის ფონზე ახალი გამოცდილება. ამიტომ რადგან ემოციური ფონი ჩემი ასეთი მძიმე იყო დღეს, ვეცადე რომ ცოტა გამემხნევებინა ჩემი თავი და რაღაც სხვანაირად დამენახა ჩემი თავი. დილით ადგომისთანავე ჩავრთე ტელეფონი, როგორც ყოველთვის ამ ბოლო დროს ჩემი ვიდეო გავარდა და ემოციური ფონი ამას თანდათანობით ეჩვევა, 200,000 ნახვა ერთ დღეში არც თუ ისე ადვილია ემოციურად გადასატანად. მინდა გითხრათ რომ ემოციური უემოციო ვერ იქნები, როდესაც 200,000 ადამიანს რაღაცა შეგრძნების დონეზე დაუკავშირდები და ეს სულაც არ არის ის რომ მე მათთან პირისპირ არ ვარ წარდგენილი, არამედ ეს ჩემთან მათი ენერგიები მოდის და რა თქმა უნდა ეს რამდენიმე დღე არის სხვადასხვანაირ ამპლუაში ვარ. აი მაგალითად დღეს კარგი იყო შუადღე, დილით დაიწყო ცოტა უცნაურად, მე შუადღე არ აუშავს, ეხლა საღამოს ემოციური ფონი უფრო გამძაბრდა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ღამეა, მზე აღარ ანათებს, ეს ჩემთვის დიდად მოქმედებს ჩემს ემოციაზე. არ ვიცი თქვენთან როგორ არის მეგობრებო, სავარაუდოდ თქვენც ასევე ხართ, ყველა ადამიანი ერთნაირად რა თქმა უნდა არ არის შექმნილი, მაგრამ თითქმის ერთნაირ ფონზე არის გამოძერწილი. ამიტომ რაც მე და რაც ჩემშია, ის შენშია. მომიყევით თქვენი ემოციების შესახებ, როგორი დღე გქონდათ თქვენ. მე მაგალითად ძალიან დეპრესიული დღე მქონდა. დღე დაიწყო იმით, რომ ჩემ წინა ლაივში ნახავთ, ლაივში არა, უბრალოდ ლაივი ავტვირთე მე TikTok-ზე. Facebook ლაივში ნახავდით თუ მიცნობთ რომ საქართველოს კეთილდღეობის ფონზე ჩემი ნერვიულობა იმ ადამიანების ნერვიულობას შეუერთდა, რომელი ადამიანებიც იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის. საქართველოს თავისუფლება რას ნიშნავს? მეგობრებო, ქართველების თავისუფლებისთვის თქვენ იცით რომ უფლისციხე შესყიდული აქვს ვიღაცა მეწარმეს, მეწარმეა თუ ვინც არის, ვიღაცა კასპაროვს და იქ ხალხს არ უშვებს უფასოდ, როცა უფლისციხე არის კლდის ნაწილი, ეს არის კულტურული ძეგლი, თითოეულ ქართველს უნდა ქონდეს იქ შესვლის უფლება, უფასოდ, სრულიად უფასოდ, თუმცა ეს დღეს აღარ ხდება საქართველოში და რამდენიმე ქალბატონი იქ იყო გუშინ მისული, ამაზე ჩაწერეს ლაივი. მე ეს ლაივი ვნახე დღეს დილით, ძალიან განვიცადე, მე ამაზე მეც ჩავწერე ლაივი და ასე შემდეგ მეგობრებო, ემოციური ფონი უფრო და უფრო იზრდება. დღეს ვიდექი ჩემს გოგოსთან ერთად გავისეინე, მე ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, ასურეთში ვცხოვრობთ ჩვენ და ვაკვირდებოდი ჩემს გოგოს, ის თამაშობდა თავისთვის და მე ვფიქრობდი ჩემთვის რომ აი რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის რომ ფულის გამომუშავების მიზნით მათ დაანგრიონ ადამიანების ემოციები, ადამიანების იდილია, ადამიანების ოცნებები, ადამიანების სურვილები. რამდენად მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს ყველაფერი და ჩემს წინ იყო იქ მავზოლეუმით რაღაც ძეგლი დგას ომში გარდაცვლილთა
საპატივცემულოდ და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი არის წარმავალი. ნუ თუ ეს ადამიანები და კაცობრიობა, რომლებიც ფულით იმართებიან, აი ამ სიხარულს, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ, სიხარული, ერთმანეთთან ერთად ვიზეიმოთ, ერთმანეთთან აქ დედამიწაზე რომ მოვედით, ერთმანეთს ჩავეხუტოთ, ერთმანეთს რაც შეიძლება დავეხმაროთ, სულ ცოტა ხანი ვცხოვრობთ, მეტი კი არა, დაახლოებით რაღაც, სულ ბევრი 100 წელი ცხოვრობთ, ხომ? ამ 100 წელიწადში, რასაც ჩვენ დედამიწაზე ერთმანეთის კეთილდღეობისთვის მოვასწრებდით, აი ამ დროს ხარჯავთ იმაში, რომ ერთმანეთი გამოვიყენოთ. თითქოს როგორ იცით, რომ აი მე შენ გიყურებ გამომყენებლურად, მე შენში ვხედავ ფულის პოტენციალს და აი ეს ყველაფერი არღვევს და ანგრევს სრულიად. მეგობრებო, რამდენი ყოფილხართ აქ ახლა მანიშნა TikTok-მა, რომ გადასკროლეო და გადავსკროლე და აი უამრავი ხართ, ვინც მესწრებით. მადლობა თქვენ, გაკოცეთ, საყვარლები ხართ ძალიან. და მე ძირითადად Facebook-ზე ვარ ხოლმე აქტიური და ახლა მივხვდი, რომ TikTok-იც ძალიან საინტერესოა. სხვათა შორის ძალიან კარგი ადამიანები ხართ აქ. ადრე სხვანაირად მეგონა. და იცით რა არის, მეგობრებო, მე ძალიან განვიცდი ამ საკითხს. თქვენთან არ ვიცი როგორ არის, მაგრამ მე განვიცდი იმიტომ, რომ მე მიყვარს დედამიწა, მე მიყვარს ხალხი, მე მიყვარს ჩემი სამშობლო. და მეტირება ახლა იმდენად მიყვარს. მე ამას რომ ვამბობ, ჩემი გულიდან გამოძახილი არის ეს ყველაფერი. თქვენ ახლა მე არ მიცნობთ, პირველად ვხედავთ TikTok-ზე, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ თუ ჩემს YouTube გვერდზე და Facebook გვერდზე შემომიერთდებით, იქ გამიცნობთ ძალიან კარგად, იმიტომ რომ YouTube გვერდზე თითქმის უკვე 900-მდე ვიდეო მაქვს ატვირთული და ზოგში ვჩხუბობ, ზოგში გეფერებით, ზოგში განვიხილავ იმ საკითხებს, ზოგში ვამბობ, რომ თამარ მეფე ვარ, ზოგში თამარ მეფე ვარ ამ სიტყვით, ზოგში ვამბობ, რომ ვიყავით და ასე შემდეგ. მეგობრებო, ძალიან ბევრი თემებია ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მინდა რომ განვიხილო თქვენთან ერთად და ვფიქრობდი ამაზეც, რომ თუ კი ჩემს სულში თამარ მეფის სული ცხოვრობს და ერთ დროს აი ეს წმინდანი, რომელიც იბრძოდა საქართველოსთვის ყველა უყვარდა, ყველასთვის ცდილობდა, ხან აქ იყო, ხან იქ იყო, ერთი კვირა აქ იყო, ერთი კვირა იქ იყო, აქ წაიყვანდა ხალხს ააშენებდა, იმ ხიდს ააშენებდა, იმ კოშკს ააშენებდა, იმ წყალს გაიყვანდა, იმ ეკლესიას გააკეთებდა და დადიოდა ეს ქალბატონი. ჩვენი მეფე ზრუნავდა თავის ქვეყანაზე და მე წარმოვიდგენ ხოლმე, რომ მე რომ ვიყო ახლა თამარი და ამ ყველაფერს ვუყურებდი. 800 წლის წინ როგორ ვირჯებოდი, როგორ ვშრომობდი, როგორ ვცდილობდი, რომ ეს ყველაფერი გამებრწყინებინა და გამელამაზებინა და ეხლა ვუყურებ, ყველაფერი დანგრეულია, ყველაფერი გაყიდულია, ყველაფერი იყიდება, ყველაფერი ქართველი ხალხი დაჩაგრულია. ძალიან წყინს და მტკივა. მე ამას განვიცდი და შევიგრძნობ ისეთ დონეზე, რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ფილტვები მტკივა ხოლმე, ისევ გრძნობ ხოლმე მე ამ ყველაფერს და ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვიყავი თუ არ ვიყავი მე თამარი. ამას საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს, მე მტკივა ეს საკითხი. გესმით? და აი ეს არის დღევანდელი ჩემი ჩართვა. არ ვიცი, 9:30 საათი ავირჩიე, შეიძლება 1 საათიც ვილაპარაკო, ზოგჯერ 2 საათიც მილაპარაკია, მაგრამ ჩემი мотиваცია დღევანდელი არის ის, რომ შემოგვერთებოდით თქვენ ამ გულის ტკივილით, რომ გავიგო თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე. მე ვდგავარ და ვუყურებ. ყველგან სადაც მივდივარ, ვუყურებ. დაანგრეულია ჩვენი ისტორია. ჩვენი ისტორია სრულიად დაანგრეულია. ქართველების ისტორია. ქართველების ცხოვრება, ქართველების იდეალი, ქართველების სილამაზე, ქართველების ქვეყანა დანგრეულია და ვინ არის აქ, ვინც ხელს ითბობს. მათ არ უყვართ ხალხი, მათ რომ ხალხი უყვარდეთ, ისინი თავის თანხებს დააბანდებდნენ იმაში, რომ საქართველოში ბედნიერი ხალხი იხილონ, ცოტანიღა დავრჩით, ჩვენ უძველესი ერი ვართ.
ერთადერთი მოლაპარაკე ერი ვართ, რომელიც საუბრობს უძველეს ენაზე, ცოცხალ, ერთ-ერთ მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთ უძველეს ცოცხალ ენაზე საუბრობს. ჩვენ ის ერი ვართ და მე რომ ვფიქრობ ხოლმე, რომ აქ რომ კეთილი ხალხი იყოს და აქ ვინც ხელს ითბობს იმას, რომ ქართველები უყვარდეს, ის შემოევლებოდა ქართველებს ყველაფერს გაუკეთებდა იმისათვის, რომ ისინი იყვნენ ბედნიერი, რომ ეს ენა შემორჩეს მსოფლიოს. რამე თუ რამე უამრავი მრავალი ენა უძველესი ენებიდან არის გამქრალი და ვეღარ ვლაპარაკობთ იმ ენებზე. და ეს ენა, რომელიც ქართველებს ეკუთვნის და რომელსაც ქართველები ვაცოცხლებთ და ვცოცხლობთ ამენით, ხომ? ეს ენა რომ შემოვინახოთ და დიდხანს იცოცხლოს და იყოს დღეგრძელი, ამისათვის არავინ არ იბრძვის, არავინ არ ირჩება და ეს მე მტკივა ძალიან. არ ვიცი, მეგობრებო, თქვენც გამიზიარეთ თქვენი აზრები, თქვენ როგორ გრძნობთ თავს საქართველოში. 14 წელი ვცხოვრობდი გერმანიაში და საქართველოში რომ ჩამოვედი, დღემდე მტკივა, მერვე წელია საქართველოში მტკივა, რომ ესეთ საკითხებს ვუყურებ. 2016 წელს მე დავბრუნდი საქართველოში ჩემს მეუღლესთან ერთად. მართალია, ჩემი მეუღლე გერმანელია, მაგრამ საქართველოს ჩემზე კარგად იცნობს და საქართველოს ჩემზე არანაკლებ უყვარს და მე 3 შვილი მყავს მასთან ერთად. ჩემი 3 შვილი დაგყავს ყველგან, სადაც წავალთ, ყველგან ყოფილი ვარ, თითქმის ყველგან. ერთადერთი, სადაც არ ყოფილი ვარ, ის სვანეთია და იქ ხელი შემეშალა ყველა ჭირზე ასვლაზე. მაგრამ მეგობრებო, მე მინდა რა მინდა გითხრათ, იცით, ეს კარგია, ტურიზმი კარგია, ყველაფერი კარგია, მაგრამ იცით რა არ არის კარგი მე რასაც ვხედავ საქართველოში? რომ ქართველი არის ძალიან დაჩაგრული, რომ მას იყენებენ, რომ მას უხდიან მონურ თანხას თავისივე ქვეყანაში, თავისივე კულტურული ქართველების კულტურული ძეგლებით ფუნს აკეთებენ და ქართველებს არამც თუ ეპატიჟებოდნენ დიდი პატივით უფასოდ, არამედ იქ დასაქმებულ ხალხსაც მონურ თანხას უხდიან და ქართველ ტურისტს, რომელიც თავის კულტურულ ძეგლს მოიკითხავს, 15 ლარს უფასებენ, სულ ცოტა. ეს მე მტკივა, მეგობრებო, ამას მნიშვნელობა არა აქვს, მე ვიყავი თუ არა თამარი. მე ქართველი ვარ და თამარი მქვია. მე ხომ ქართველი ვარ. ჩემს სისხლში ხომ არის იმ მეფეების სისხლი, რომლებიც ერთ დროს საქართველოსთვის იბრძოდნენ. და ისინი თავის ხელით მიდიოდნენ, თავისი ხმლით ომში, რომ საქართველო დაეცვათ მტრისგან. ვინ იყო ეს მტერი? ის მტერი დღეს იცით სად არის, მეგობრებო? საქართველოშია. ზოგი სახლებს აშენებს და მერე ყიდის კორპუსებს, ზოგიც უფლის ციხეს ეპატრონება, ზოგიც ვარძიას, ზოგიც ბირთვისებს, არ ვიცი, მაგრამ რა მოგვივიდა ქართველებს? რა გაგვიკეთეს ქართველებს? რატომ ხმას არ იღებს ამაზე? ის, ვინც უნდა იღებდეს ერის მამად წოდებული. არ სწკივა განა? თუ ვერ ხედავს ამ ყველაფერს, უძლურია, მას არ ყავს თანამოძმეები? არ ყავს? ისინი, ვინც არ არიან უძლურნი, მათ რატომ არ სწკივათ? უფრო მეცაც გეტყვით, მეგობრებო, მე ამ ადამიანებთან ერთად, როდესაც ერთ სუფრაზე მჯდარ ვარ, იმის მაგიროთ, რომ გაეგო ჩემს ყურებს, რომელიც მოითხოვდა, რომ მომიყევი რამე ქრისტეზე, მომიყევი რამე ჩვენს წმინდანებზე, ესმოდა მხოლოდ ბიზნესზე. თუ როგორ გამოვიყენოთ ქართული მიწა, რომ შემოვიტანოთ უფრო მეტი ფული და იყოს მეტი შემოსავალი. ეს არ იყო ჩვენი მეფეების ინტერესი და ეს არ არის ქართველების ინტერესი. იცით ქართველების ინტერესი რა არის? ქართველების ინტერესი ყოველთვის იყო, რომ ქონოდათ თავისუფლება,
და ეს თავისუფლება დღეს საქართველოში ნელ-ნელა წაგვართვეს, შემოგვაპარეს. ისე რომ ვერც ხვდებით და თან ვეჩვევით და თან აღარ შეგვიძლია ამის შეცვლა თითქოს. ვინ უნდა ამოიღოს ხმათ ამარ ფული და ფულიება ბაბაია, აი ეს უნდათ. ნიკოლოზ, აი ზუსტად მაგიტომ არის ჩემი გული დამძიმებული, რომ ჩვენ ქართველები დაგვაშორეს ერთმანეთს. ზოგი საზღვარგარეთ გაუშვეს. ახალგაზრდა დედები, რომლებიც საქართველოს უნდა უვლიდნენ ქართველებს, თავის შვილებს, თავის ქვეყანებს, თავის მიწა-წყალზე, საზღვარგარეთ გაუშვეს. საზღვარგარეთ გაუშვეს ახალგაზრდები, კარგია საზღვარგარეთ, მართლა კარგია, მეც იქ ვისწავლე, 14 წელი იქ ვიცხოვრე, მაგრამ როდესაც დავბრუნდი, ჩემი გული იმდენად მძიმეა, რომ მე ვხედავდი, როგორ აწყობილია საზღვარგარეთ ყველაფერი და მე ვხედავ საქართველოში, როგორ დაჩაგრულია ქართველი ხალხი. აწყობილია, მაგრამ არა ქართველი ხალხისთვის. ქართველ ხალხს მე ვერ ვხედავ ბედნიერს. მე ვხედავ აქ საქართველოში, თბილისში, განსაკუთრებით უამრავ უცხოელს. ჩვენი თავი შემოელოთ მათაც, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ქართველი იცით როგორ უნდა ყავდეთ? აი ამ უცხოელებს და აი ამ ყველა ტურისტს და აი ამ ყველა ჩამოსახლებულს, როგორც მას პინძელს პატივს ცემ, ისე უნდა ყავდეთ, მაგრამ მე ვხედავ აქ პირიქით. როგორც მას პინძელს კი არა, როგორც გუგული დადებს ხოლმე კვერცხს სხვის ბუდეში და შემდეგ მისი გამოჩეკილი ბარტყი აი ამ დანარჩენებს გადმოყრის იმ ბუდედან, აი ისეა ჩვენი საქმე. აქ შემოსულები ჩვენ გვყრიან, აი ეს გუგულის გამოჩეკილები ესენი. როგორ მინდა რომ ბედნიერები ვიყოთ, იცით? ძალიან მინდა რომ ყველა თითოეული ჩვენგანი შენ ქართველი ბედნიერი იყო საქართველოში და შენ გეკუთვნოდეს ეს მიწა-წყალი და შენ შემოგევლებოდეს სრულიად უცხო ქვეყნის წარმომადგენლები. მიხარიხართ მეგობრებო ძალიან. 1300 ადამიანი მიყურებთ ახლა და ძალიან მიხარიხართ. არა, უკაცრავად მე არასწორად წავიკითხე. 1300 გული მომივიდა და 70 მაყურებელი მყავს. ამდენი მაყურებელი მე Facebook-ზე არ მყოლია. გაკოცეთ მეგობრებო, აწიში ხშირად შემოგიერთდებით ხოლმე Facebook-ზე და მიხარია თქვენი გულებიც და მიხარია თქვენი ქართველობა, მიხარია როდესაც ქართულ ენაზე გავაჟღერე, რომ ღვთისმშობელი მარიამი არის პროტო ქართველი, ამას დაახლოებით 2 დღეში ქონდა 170,000 ნახვა. და აქედან მხოლოდ ქონდა ამას რაღაცა 5,000 ლაიკი. გესმით ეს რას ნიშნავს? ძალიან ცოტანი ვართ ქართველები, მაგრამ ნუ შეგეშინებათ ქართველებო, ჩვენ იცით რომ ჩვენი მეფეები 30,000 ჯარს 100 კაცი ჯარით უგებდნენ. ამიტომ ჩვენ ქართველები ცოტანი ვართ, მაგრამ ძლიერნი. ნიკოლოზი, მე ხომ მიცნობო, ნიკოლოზ აქ ვერ გიცანი, აქ ვერ გიცანი. შეიძლება გიცნობ Facebook-იდან, მაგრამ ეხლა აქ ვერ გიცანი, გაგიხსენებ აუცილებლად. დიდება უფალს, დიდება ნიკოლოზ ქრისტე ღმერთს. ამინ, ამინ, ამინ. ჩვენთან არის ჩვენი ქრისტე, ჩვენი ღმერთი. მამა ნიკოლოზთან ხო გნახეო, ნიკოლოს. აი ახლა პატერაზე ვხედავ შენ სურათს და ვერ აღვიდგინე შენი სახე და მე ალბათ აღვიდგენ, რომ გადავალ შენს პროფილზე. ბოლნისელი ვარო.
მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, გავუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული, ქართველები ცოტანი ვართ და ერთმანეთს მხარში დაუდგეთ და ვეცადოთ, რომ სულ ერთი არის, რომელი მხრიდან მტერი გვეყოლება, ჩვენ ქართველები ერთმანეთს მხარში დაუდგეთ. ხომ? ასე რომ მიხადაგე მშვიდობებით მე და გაკოცეთ. მიყვარხართ. დიდება ქრისტე ღმერთიდება წმინდა მამა ნიკოლოზ, ამინ, ამბობს ნიკოლოზი. ყველა იმ ადამიანს დიდება, ვინც საქართველოსთვის იბრძვის საქართველოს კეთილდღეობისთვის, ასევე მამა ნიკოლოზსაც და კიდე უამრავი გვყავს ჩვენ საქართველოში ისეთი ღვთისმიერი ხალხი, რომ სასულიერო პირებს 5,000 თავით ჯობიან, ასე რომ ბერი ნიკოლოზიც იმედია, რომ შეუერთდება აი ამ დიდ წმინდანთა მასას, რომელიც საქართველოს დაიბრუნებს. უпроსწორად ჩვენ ყველანი გავერთიანდებით. მე ვისურვებდი, რომ ბერ ნიკოლოზს დაეწყოს საუბარი და ხმამაღლა ეთქვა ის, რაც სათქმელია. ამინ. გაკოცეთ.